კაპიტანო. ვფიქრობ მე თქვა თუ არა, მაგრამ მოდი ვიტყვი. ორმაგად მეწყინა, ეხლა თუ გვიყურებს. ბრაზი რომ მოგაწובה და აი რომ გახჩოვს ეს ბურთი. თუმცა ესწრებლები არავის არ დაუნახავს. ობიექტურად ვთვლი რომ არ დამიმსახურებია და გამოსვერი მაგ სიტუაციიდან ლაითად, იმიტომ რომ რაღაც სისულელეში მოვყევი. ფიქრობდი იმაზე რომ შეიძლება რაგბი აღარ გაგეგრძელებინა? ლიმიტზე რა ცოტაც და ვეღარ გაუძლებ. მედის ირონია რა არის. მე სულელმა ყველაფერი უთხრა რა. მე თავში კი ვირტყავდი ხელს. აი, მაშინ კარგი კითხვისკენ წავედით. ეს ბოლო კითხვაა თუ მაგ დრო ვიფიქრო მაგაზე. იფიქრე. Find me by the water. Well, I've been waiting for the storm. და მოდით მივესალმოთ, აი გამოვიდნენ მორაგბეები მოედანზე და დავძარი. და კიდევ ერთი დარტყმა, ხელდახელ მოაქვს, აი ხა უტყავენ და დაუფარეთ და შანსია რომ ორიგინალო გავიტანოთ. მერაბ შარიკაძე აიღო და გავიტანა ლევო. ბრავო. ბრავო მერაბ შარიკაძე. და ორიგინალო ამერად მერაბ შარიკაძე გუნდის კაპიტანი. ნამდვილი კაპიტანი არის მერაბ შარიკაძე. შეგვიყოვნეს ჯერჯერობით, თუმცა ძალიან ახლოს ვართ ლევოს. სწორედ მან აიღო ბურთი და ძალიან რთული იქნება მისი შეჭერება და ორიგინალო. შარიკაძე running this shit both legs broke. კაპიტანო, თქვენობით მოგმართოთ თუ შენობით? თავისთავად შენობით. რომელს უფრო ხშირად გეძახიან, მერაბს თუ ბუკას? სანამ რაგბზე შემოვიდოდი, ყველა ბუკას მეძახდა, მერაბი, რაც მახსოვდა თუ მერაბი მერქვა და რაც რაგბზე შემოვედი, ბავშვობიდან მაგის მერე გათანავდა. ეს წამოვიდა დისგან, ხო? დამშეგარქვა ეს. დამშემარქვა ბუკა, ხო, ბავშვობაში მოფერებით მერაბ ბუკას მეძახდნენ და მოაშორა მერაბი და დამრჩა ბუკა. და თვითონ სპორტის არჩევა. არის ხომე ორი გზა. ერთი, როცა ბავშვობიდან გიყვარს ძალიან სპორტი და გინდა რომელიმე სახეობაში თავი წარმოაჩინო და მეორე, როდესაც მშობლებს უნდათ და ცდილობენ რომ რომელიმე განხრით წაიყვანონ ცხოვრება. შენ შემთხვევაში რომელი იყო? ჩემ შემთხვევაში პირველი ვარიანტი უფრო იყო, ჩემი ბავშვობის მაკაცის გავლენით, რაგბი შეგვიყვარდა მარტო მე კი არა, უბანში ყველას. თუმცა მაშინ არ იყო ეს პოპულარული, ხო? მაშინ არ იყო, ხო, ანუ ესე რაგბს ხა ტელევიზორში თუ მარტო აი ნაკრების თამაშს თუ ნახავდი მაქსიმუმ წესები ესე ფაქტიურად არავინ არ ვიცოდი, ჩემი მაკაცის მოგონილი წესები თამაშობდით, ესე თქვა, იმან რაც იცოდა და ფაქტიურად მაგასაკში პატარა ასაკში ეს ვიქნებოდი რამდენი წლის ალბათ 9 შეიძლება მაქსიმუმ 10 წლის უკვე რაგბით დაინტერესებული ვიყავი და გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს ჰოლანდიის თამაში, მაშინ 98-0 მოუგეთ ჰოლანდიას და აი მან მივხვდი რომ უეჭველი მინდა ეს სპორტი იყო, რომლითაც უნდა დაინტერესებული. დამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ აკადემიაში დავიწყე და რაგბში ვარ უკვე რამდენი წელია მინდა ითვლის. ხო, თუმცა სანამ რაგბი იქნებოდა ასეთი პოპულარული და შენც ბევრი გეცვენებოდა მასზე, იყო ფეხბურთი, რომელიც ყოველთვის ყველა დროში პოპულარულია. ხო, ფეხბურთი თავისთავად. ხო, მე დავდიოდი ფეხბურთზე. ჩემს მაკაც გავყევი ასევე ვარჯიზე და მე კარი არ ყავდა და კარში ჩავდექი და მე აღმოჩნდა რომ ბურთის არ მეშინოდა და ბურთებს ახლა მაგარი მეკარე ვიყავი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ბურთებს ვიღებდი. და მაშინ ფეხბურთით თვითონ მითხრა რომ დარჩიო იარეო და ცოტა ხანი ვიარე. ნორმალურად გამომდიოდა, მაგრამ აი ჩემი არ იყო რა, ცოტა უფრო ზედმეტად აგრესიული ვიყავი. ხო და აი ეგ ფრაზა. უფრო ბოჭებზე ვიყავი მომართული ვიდრე საჯარიმოში მე თუ შემოდიოდა ბოჭას უკეთებდი ყველას და ნუ აღარ გავყევი ფეხბურთს. ფეხბურთს ეს არ უხდება და არ ხო, უნდა. თავისთავად ეხა სხვა რაღაცები გჭირდება. არ იყო რა ჩემი ფეხით კარგად ვერ თამაშობდი. მე კარე ვიყავი, მაგრამ მაინც გჭირდება ის რაღაცა პასი ასე შემდეგ და ნუ არ იყო ჩემი სპორტი და გადავედი რაგბზე. და დაიწყო რაგბი. რომელსაც უკვე მოეკიდე სერიოზულად რაღაც პერიოდის მერე, მანამდე ახსენე რომ წესებიც არ ვიცოდით წესიერად და როცა უკვე გაიგე, ჩაერთე და მივხვდი რომ ამას უნდა გაყოლო. ხო. მშობლების რეაქცია როგორი იყო? იმიტომ რომ შორიდან მაინც საშიში სპორტია. არის ბევრი ტრავმა, იგივე მოედანზე ყოფნის დროს შეიძლება ისეთი გაუთვლელი რაღაც მოხდეს, რომ ნებისმიერ ასაკში გამოეთიშო, ან ისეთი ტრავმა მიიღო, რომელსაც დიდი დრო დაჭირდეს, რომ მოიშუშო და იმბულო. სიმართლე გითხრა, მშობლების ესეთი მძაფრი რეაქცია არ მახსოვს. იმდენად კაი გარემოში მოხდის რაგბის კლუბ აკადემიაში, იმდენად
კარგი მწვრთნელები იყვნენ და იმდენად კარგი ბიჭები და იმდენად კარგ სოციუმში ამოვყავი თავი. მე მგონი პირიქით ძალიან მოხარულები იყვნენ, რაგზე დავდიოდი და არა სიტყვაზე ქუჩაში ვიყავი და ასე შემდეგ. ხო, ეგ თავისთავად უკეთესია. და არც ერთი მომენტი არ მახსოვს ჩემ კარიერაში ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ხელი შეეშალათ კი, პირიქით ხელი არ შეეწყოთ ყოველთვის ყველა ეტაპზე, რაც შეეძლოთ მაქსიმუმს აკეთებდნენ. და ის მომენტი არ იყო დედის მხრიდან განსაკუთრებით, რომ აი სწავლას ჩამოშორდები, ერთი სპორტის გამო, მეორე რომ შეიძლება ისეთი ტრავმა მიიღო, რომ უცებ არც პროფესია დაგჭეს და არც ამ სპორტს გავყვე და აი შიშის მომენტი. იმიტომ რომ სწავლის ამბავზე ხალებს უფრო აქვთ ხოლმე ეს მომენტი ხო, გამძაფრებული. სწავლის ამბავზე დიდად ის ტყუილია, რომ ეხლა თუ მორაგბე ხარ, რო არ გრჩება, რომ ვერ ისწავლო, ეგ ტყუილი არის. არავინ არ მოტყუდეს მაგით, იმიტომ რომ გრჩებათ, რომ რეალურად ეხლა მით უმეტეს სკოლის ასაკში არ გჭირდება ეგრე რომ თავი დააკლა წიგნებს და მაგდენი საათი იმეც ადნო რომ ვარჯიში და სწავლა ერთმანეთთან ვერ შეათანხმო, გამორიცხულია, ეგ ტყუილია. ასე რომ არ ვიძახი რომ მაგარი მოსწავლე ვიყავი მეთქი, მაგრამ არც რაგბამდე ვიყავი სასწაული მოსწავლე და არც რაგბის მერე წვიტავდი ვარსკვლავებს სწავლის მაშინაც სტანდარტულად ნორმალური ვიყავი და მერეც რაღაც სწავლას დიდი ის არ მოკლებია. რაც შეეხება ტრავმებს, ნუ ტრავმებზე ეხა რომელი მშობელი არის ნერვიოზი დღემდე ეხა რაღაცა ისეთი თუ მომივა სახში არ ვამბობ რომ რაღაცა შეიძლება ეხა მაგალითად ბოლოს თითი მქონდა მოტეხილი და ეს თითი შეხვეული მქონდა და აბა რა გჭირდა რატო გაქვს შეხვეული და არაფერი მეთქი ეხა რომ მეთქვა რომ მოტეხილი გააუ რატო მოტეხილი თითი ხო ჩვეულებრივი ამბავია ყველა მშობელი ეგრეა. ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში რამდენიმე სპორტსმენისგან და მათ შორის შენგანაც დაინგრა ის მითი რომ კარგ სპორტსმენს დიდად განათლება არ მოეთხოვება, იმიტომ რომ სათანადო დრო უნდა გადანაწილდეს ორივეზე, რაც არ უნდა წარმატებული იყოს სპორტში. ეს მითი მითად დარჩა, ხო, უკვე წარსულში და ეგ არის ალბათ რავი, არ ძალიან არასწორი დამოკიდებულება და მე არ ვიძახი რომ ეხლა სპორტსმენები მაინდა-მაინც შეიძლება მეცნიერულ დონეზე ვიყოთ განათლებულები, ან გჭირდებოდეს მახერა დონეზე გამოცემა. სხვა პროფესიის ადამიანები დავიკვეხნით მეცნიერულ დონეზე. მაგრამ აი სპორტსმენი გაუნათლებელი უნდა იყოს და კუნთ მაგარი გონება სუსტი რო იყო, ადრე უფრო ხშირად იყო ხოლმე ეგ გაუნათქვამი, ეგეთი რამე აბსურდი არის, იმიტომ რომ ვერცერთ სპორტს მაღალ დონეზე გამორიცხულია რა სპორტის არ უნდა იყოს, ვერ ითამაშებ და ვერ მიიღებ მონაწილეობას თუ გარკვეული რაღაცა ინტელექტი არ გაქვს და არ გიმყარებს რაღაცა ზურგს გამორიცხულია. ეგეთი სპორტსმენები როგორც წესი დიდხანს ვერ ქაჩავენ და მაღალ დონეზე ვერ ადიან ვერასდროს. და წარმატებას ვერ ინარჩუნებენ ამ შემთხვევაში. და სკოლაში თუ ხდებოდა მშობლების დაბარება, ეს არის ხოლმე ხშირად. შეიძლება სწავლაში გამორჩეული არ იყო ან საშუალო დონეზე იყო, მაგრამ აშავებდე. იგივე იყო ინიციატორი, ბევრი მავნე ამბის, რომელიც ხდება კლასში. არა, სიმართლე გითხრათ არ მახსენდება, ერთადერთი რამე მახსენდება. როგორც წესი ახლა არ ვიყავი მე პირადად ისეთი ინიციატორი. ხო, ინიციატორი და ბუნტისტავი ყოველთვის ისეთი ვიყავი რა. ნორმალურად ვიქცეოდი და მაინდა-მაინც ახლა მასწავლებლებს არ ვაბრაზებდი და არავის არ ვზულდი. ერთხელ მახსენდება აი ბავშვობაში არ ვიცი ხას იმედი აღარ ხდება ეგეთი რაღაც სისულელე არ ვიცი ჩემი ძმაკაც რაღაც ჩხუბი ქონდა სხვა სკოლელთან და შევიკრიბეთ არ ვიცი რამდენი ადამიანი ასად მივდიოდი და ხო სკოლაზე ერთი არ ვიცი ერთი 100 კაცი ალბათ ჩავედით ამ სკოლაში არ ჩხუბი მოხდა რა არაფერი და ისე მოხდა რომ გამოვიდნენ იმათი სკოლის ისინი რა ქვია სასწავლო ნაწილი და დირექტორები და მე და ჩემი რამოდენიმე უშუალო ძმაკაცი შევჭით ამათ ხელში. ხო და პირველი მე მკითხა რომ აი ვინა ხარო, რა გინდაო, რა ქვიაო, რა გვარი ხარო სასწავლობო და მე სულელმა ყველაფერი უთხარი რომ მეთქი მერაბ შარიქაძე ვსწავლობ ამა და ამ სკოლაში და მე მიადგა ჩემს ძმაკაცმა მოატყუეს. მე თავში კი ვირტყავდი ხელს რა დებილი ვარ მეთქი რომ მოხდა მშობლებამდე. მე ისე მოხდა რომ ამათო ჩემს სკოლაში დაარეკეს და სკოლიდან დაურეკეს ჩემს მშობლებს რომ აიო საჩხურად იყვნენ მოსულებიო და კი ინერვიულეს მაგრამ არა გამოზვერი მაგ სიტუაციიდან ლაითად, იმიტომ რომ რაღაც სისულელეში მოყევი ისე. ხო, თან აი მაგათ იცოდნენ ხა რომ არ ვიყავი ეგეთი ბუნტის თავი, რომ ვიღაცა დამეზიანებინა ამ სისულელე მექნა და ძალიანაც არ დავისაჯი. თუმცა ეს თავისუფალი დროს დაიკარგა, დაიწყო რაგბი. ხო, კი. დატვირთული პერიოდები და ბევრ ამაზე მოგიწია უარესთქმა. ძალიან რთულია, მე მგონი გარდატეხის ასაკში, როდესაც სისხლი ჩქებს და გინდება, რა ვიცი, გარეთ იყო, გაერთო, მეგობრებთან ერთად იყო და ამაზე უარს ამბობ. ყველაზე მეტად რას განიცდიდი, რაზე უარესთქმა იყო შენთვის რთული? აი ძალიან ხშირად მაგალითად, ეხლაც ეგრე არის და მაშინაც ეგრე იყო, ეხა აი მაგალითად აი ამ პერიოდში ჩემი ორი ძმაკაცის ქორწილია ვერ მივდივარ. ბავშვობაში ნუ დაბადების დღეებს ვერ მივდიოდი, ბოლო ზარზე ნამყოფი არ ვარ, აი ეგეთი რაღაცეები
ძალიან იშვიათად ისე თუ მოხდება, რომ გაგიმართლებს პროფესიონალ სპორტსმენს და დაემთხვევი ეგეთ რამეს რა, ხელზე ჩამოსათვლელია. დანარჩენს ძირთადად ეგეთ რაღაცებს ყველაფერს ცდები და სამწუხაროდ აკლდები ეგეთ. უარისთმა გიწევს. უარისთმა გიწევს და ძალიან რთული არის მართლა ფსიქოლოგიურად, უნდა შეეგუო, რომ ვერ იქნები რა, მე მიდიხარ იგივე შენ ძმაკაცებთან და იხსენებენ იქ რაღაც ქორწილში სურათები ისე და შენ ყველაფერს გამოვაკლდი, მაგრამ მიდიხარ მაქვს ხერხზე რა. შენ თავთან ქონია ის მომენტი, რომ გიფიქრია, რომ საერთოდ ღირს ეხა ამდერამეს უნდა ჩამორჩე და შეიძლება ამ სპორტში ვერც გავხდე, ხო? აი კულმინაციას ვერ მივაღწიო და სასწორზე ხო არ დამდგარა როდესმე. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატ კარიერაში არასდროს რა ძალიან მკაფიო და აშკარად იყო გამოკვეთილი, რომ ეს იყო რისი გაკეთებაც მინდო და თავიდანვე აი თავიდანვე იმდენად მოწამლული ვიყავი და იმდენად კარგ გარემოში მოხვდი და იმდენად კარგად წავიდა ჩემთვის ზოგადად სარაგბო კარიერა, რომ აღარ ყოფილა არც ერთი წამი არ მახსენდება, რომ აი სასწორზე დამედოს რაგბი თუ იგივე დაბადების დღეზე სიარული ან გართობა ან რამე ეგეთი ყოველთვის რაგბი ჭარბობდა უსიტყვოდ, არც ყოფილა მაგის განხილვა ჩემთვის. და 17 წლის იყავი, როდესაც მოგიწია ბრიტანეთში წასვლა. ხო, 17 წლის ვიყავი, როდესაც რაგბის კავშირმა გამიშვა გაცვლითი პროგრამით ესე რაგბის ათამაშო და ასევე სასწავლებლად. და იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრების. კი, ნამდვილად. ისე მოხდა, რომ ინგლისურის გამოცდა ვერ ჩავაბარე დამაკმაყოფილებელ ქულაზე და ენა არ იცოდი კარგად? ენა ვიცოდი ნორმალურად, მაგრამ იმდენად კარგად არ არო, ეხა იქ წავსულიყავი და უნივერსიტეტში კი არა და კოლეჯში მესწავლა და მაღალი იყო სტანდარტი, ეგრე კარგად არ ვიცოდი. და ეგ სტანდარტი რო ვერ დავაკმაყოფილი, ამიტომ მომიწია რომ ადრე წავსულიყავი იდეაში რომ გამევლო ინგლისურის კურსები. ჩავედი ინგლისში და აღმოჩნდა რომ ეს ინგლისურის კურსები კვირაში ერთხელ იყო. მე ჩავედი 2 თვით ადრე. და ეგ 2 თვი არავინ არ იყო არც კამპუსში აქ იმაში რა ქვია თელ კოლეჯში მე და რამოდენიმე ჩინელი ახალგაზრდა იყო, რომლებიც ასევე ინგლისურს სწავლობდნენ და მოგეთ რთული იყო ეგ პერიოდი, ვარჯიშებიც არ იყო პირველი თვენახევარი და ცოტა ვერ გავიგე ისთვის ვიყავი და რაღაც დეპრესიული თან ბავშვი რო ხარ ხო იცი რაღაც მარტო ჩავთვალე თავი ინგლისურის კარგად არ ვიცოდი და აი იმაზე ვიყავი რა რაღაც ცოტა დეპრესიულ გარემოში, მაგრამ მაგათ მალევე გადაიარა და მე ჩამოვიდნენ ბიჭები ქართველებიც უკვე გაივსო მთელი უნივერსიტეტი, კოლეჯი და უკვე მაგის მერე ძალიან ისეთი საინტერესო პერიოდი დაიწყო. ვიცი რა მომეწონა ამ აბავში? რომ იქ შენს ხელში აღმოჩნდა მარტოობის 100 წელი. აჰა, ეგ რა, ხო, ბედის ირონია რა არის. რომ მოდიოდი რა შემა წიგნი გამომატანა რა ასიფიქრებდა ეხა რომ მე ეგეთ გარემოში მოხდებოდი, ნუ კაი წიგნი რაც იყო, წაიკითხა, კაი. წამოვიღე რომ ჩავედი ინგლისში, ამოვიღე ჩანთიდან ეს წიგნი და მარტოობის 100 წელი და აი ბედის ირონია. წაიკითხე ბოლომდე. კი, წავიკითხე, რა სხვა რა მქონდა საქმე. ხო, თან ისეთია, რომ ძიმია, მაგრამ კარგია, რაღაცებს შეიძლება სუბკად შეგახედოს, მე რა ბრიტანეთში ვერ გააგრძელე სწავლა, გინანია როდესმე? ხო, პირველი წელი კოლეჯის დავხურე და მეორე წელი უკვე როცა 3 წლიანი ციკლი უნდა დამეწყო უნივერსიტეტის, ნუ ვეღარ დავრჩი ფიზიკურად, იმიტომ რომ ანაზღაურება არ მქონდა და წარმოიდგინეთ ეხლა რა რთული იქნებოდა საქართველოსთან ჩემი იქრჩენა, ფაქტობრივად შეუძლებელი ხარ. ჩემი ოჯახის ხო, ნუ კურსის ერთ-ერთი ყველაზე უძვირესი ქვეყანა. ჩემი ოჯახისთვის შეუძლებელი იქნებოდა და იქაც უკვე რაც იყო გუნდი იმათ მას მითხრეს რომ 1 წელი ზარჩიო და მე შევხედავ თუ როგორ იქნება რა იქნებაო და მანდაც უკვე ეგეთი რამე რომ მითხრეს მივხვდი რომ მაინდა-მაინც თავს არ იკლავდნენ ეხა ჩემი მიგდატოვები და შეიძლება და 1 წელი დარჩენილიყავი რაღა გაჭირვებაში მეწვალა ასე შემდეგ და მაინც არ დავეტოვებინე ასე რომ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საფრანგეთში საერთოდ მქონდა უკვე შემოთავაზება გადავედი საფრანგეთში და ნუ მაგიდან დაიწყო ჩემი ფრანგული კარიერა. ფინანსურად ძალიან რთულია თან საქართველოსთან როდესაც უწევს ოჯახს რო რთულესი ხო თან ეხლა შეიძლება შეძლებული ოჯახი რო ყავს ადვილი არის მაგრამ ნუ ჩემი ოჯახი არ იყო ეგეთ შეძლებული სამწუხაროდ და თან მაგასაკში ხარ რთულია რომ გადაანაწილო თუნდაც სახარჯო ფული ხო შეიძლება შემოგეხარჯოს ერთ დღეში და მე მოგიწევს რომ 2 კვირა კიდე ირჩინო თავი შიერს დაგიძინია ხურობაში გავატარებ შიერი ეხას ვიძინებ თომ დიეტის და იმის გამო მაშინას და ეხს ჩვეულებრივი ამბავია სპორტსმენის კარიერაში შიერს დაძინება ხშირად გიწევს. მაგრამ გაჭირვების გამო და ხანაც სპორტული რეჟიმის გამო. ხო, აი, გაჭირვების გამო ფორტულია ხოლმე და იცი რა, ვიღაცთვის არის სტიმულის მომცემი, რომ არაფრისგან ყველაფერი შექმნას და ვიღაცთვის არის ის მომენტი, რომ ფარხმალი დაყაროს. ო, აი ეს იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი. შენ თან როგორ მოქმედებდა? ჩემთვის იმედი მაქვს, რომ უფრო სამოტივაცია იყო და ჩემ თავს ლაპარაკი ცოტა უხერხული არის, მაგრამ იმედი ფაქტია. ფაქტია, სამოტივაციო იყო. მაგრამ ზოგადად ჯერა რომ გაჭირვებიდან წამოსული ადამიანები
უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ფუფუნებიდან წამოს. მე იმას არ ვიძახი, რომ არსებობენ ერთეულები, ვინც ფუფუნებიდან წამოსულებით აღწევენ წარმატებას, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ხშირად გვითხოვს უბრალოდ ხოლმე რომ აი ვიღაცა რომ წარმატებას ვერ მიაღწევს და ამას აი გაჭირვება დააგდა, შიმშილი დააგდა, ეგეთი რამე მოისმენთ რა. ვიცი რა მგონია მაგ დროს რომ პირველ რიგში შენ თავს უთკიცებ იმას რომ შეგიძლია გააკეთო და მე გარშემოყოფებს. კი, ხო, ეგრე არის, რომ იცი, რომ იცი, რომ აი რამხელა გაჭირვება ტკივილი და წვალება არის იქი და აი მაქედან გამომდინარე უკვე იცი რომ ბოლომდე უნდა გახვიდე და გაიგო ყველაფერი, იმიტომ რომ იმის ფასი საბოლოო ჯამში არაფერი არ არის. ჰონორარი გახსოვს პირველი, რა ასაკში იყო და რამდენი იყო და რაში დაიხარჯა? პირველი ჰონორარი მახსოვს იყო, როცა მოხვდი ეროვნულ ნაკრებში 18 წლის 2012 წელს. დაიხარჯა ინგლისში ცხოვრებაში. შეგრძნება როგორი იყო? აი დამოუკიდებლობა რაღაც მომენტში იგრძენი თუ ეს უკვე მაშინ მოხდა, როდესაც მარტო აღმოჩნდი უცხო ქვეყანაში? დამოუკიდებლობის განსა და შეგრძნება უკვე მაშინ ხო ალბათ პირველად იყო ის, რომ აი ჩემი მოპოვებული ფულია და რაღაცა არის მაგაში ხიბლი და არის სიამაყე და ესე შეგიძლია რომ დამოუკიდებლად უკვე შეგიძლია ხო რა ვისაც გინდა იმას აჩუქო თუ როგორც გინდა ისე დახარჯო რა და სხვა შორის დავაკვირდ რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ყურადღებას აქცევ ხალხის აზრს. ხო კი. სულ ესე იყავი თუ რაღაც პერიოდის? არა, მე მგონი რაც თავი მახსოვს, სულ ეგრე ვიყავი, მაგრამ ასე ხა უფრო ნაკრებში დავიწყე თამაში, მაგის მერე განსაკუთრებით ეგრე ვარ. არ ვიცი, როგორც ხა რასაც უყურებ და რასაც ამბობენ, ხოლმე ეგ ცუდი არის რა, ზოგადად იზახიან, რომ დამატებით თავის ტკივილია და მე ძალიან ეგრე ვარ რა, ძალიან ვაქცევ ხალხისას ყურადღებას და ხშირ შემთხვევაში ძალიან ტკივნეული და საზიანოა უბრალოდ ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, ეგეთი ვარ რა. ძალიან დიდი თითო ერთ კომენტარს შეუულია ისე მაგრამ მომიშალოს ნერვები და იმდენი ხანი დამამახსოვრდეს, რომ აი რა გითხრა რა. დარწმუნებული რომ ბევრმა გირჩია რომ მოდი არ წაიკითხო კომენტარები. მე თვითონ ვთქვი ხარ რომ არ წავიკითხო და მართლა მაზოხისტი არა ვარ, მაგრამ მაინც აი რომ წაგეკითხება რა. ყველაზე მძაფრად რომელი კომენტარი დაგამახსოვრდა? ცუდით დავიწყოთ. ყველაზე მძაფრად ამ ბოლოს ხა ხშირად არის ხო ამ ბოლოს დავამახსოვრდა ერთი კომენტარი ვიტყვი. ვფიქრობ მე თქვა თუ არა, მაგრამ მოდი ვიტყვი. ესპანეთის თამაშის მერე რომელიც თამაშიც მოვიგეთ გასვლაზე წინა წელს. ვერ იყო ხა ნაკრებთვიან გუნდის შესრულებით ვერ იყო მაინც ესეთი ხარისხიანი თამაში როგორც გვინდოდა რო გვეთამაშა მართლა ვერ ვითამაშეთ ისე კარგად მაგრამ თამაში მოვიგეთ და მე ნორმალურად ვითამაშე ეგ თამაში რა ეხა იმას კი არ ვიძახი რომ ვიფრინე მეთქი მაგრამ გასაკრიტიკებელი ნამდვილად არ ვიყავი რაღაცა ხაზი გავჭერი სარელოვე პასი გავაკეთე ასე შემდეგ ისეთი არაფერი მაგრამ ნუ ყველაზე ნაკლებად ალბათ მაგ თამაშზე მეკუთვნოდა კრიტიკა თამაშო დამთავრდა, შევედი ერთ-ერთ ჯგუფში, სარაგბო ჯგუფში, Facebook-ზე და ისეთი კომენტარი ეწერა, რომ ცოტა პირი დამრჩა ღია რა, რაღაც რომ რატო ყავს შარიქაძე ნაკრებში, ან ეს კაპიტნობა რა მემკვიდრეობითია თუ რატომ აქვს და რაღაცა ისეთი რა, ძალიან საწყენი არ დამიმსახურებია, მართლა ობიექტურად ვთვლი რომ არ დამიმსახურებია და ყველა საწყენი რაც იყო, მე აღმოვაჩინე რომ გადავედი იმ კაცის პროფილზე და ასე აღმოვაჩინე რომ ერთ-ერთი მორაგბის ნაკრების წევრის არა, მაგრამ ერთ-ერთი მორაგბის მამა იყო და ორ მაგათ საწყენი იყო. შენი ნაცნობია? ჩემი ნაცნობი ის ბიჭი, ვისი მამაც არის, იმ ბიჭს ვიცნობ, მაგრამ თვითონ მამამის არ ვიცნობ და ძალიან ორ მაგათ მეწყინა, ეხლა თუ გვიყურებს იცოდეს რომ ძალიან მაგრამ მეწყინა და კომენტარიც წავიკითხე და თემის ხორებას მემახსოვრება. არ ვიცი ხა იმ ბიჭმა ის მორაგბება. არა, ხო შეიძლება რაღაც მამამისის კომენტარი მანაც ნახა და მოუდა. არ გამოვრიცხავ რომ ენახოს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ მაინდა-მაინც ნახა მეთქი, მაგრამ იმ კაცის ეგეთი კომენტარი ჩემი აზრით ჩემთვის ძალიან დაუმსახურებელი იყო და ძალიან საწყენიც იყო, მაგრამ რა ვქნათ ეხლა. პასუხი არ გაგიცი ეხლა. არა, თავისთავად ეგეთ კომენტარებს ანუ არც ემ პასუხს რა, როცა ეხლა თუმცა მაშინ ძალიან ღრმად უნდა შეტოპო და მე შენს რაღაცა არ იქნები შენ იქნები მართალი და არც ალბათ ვერ დაიჭერ იმ ბალანსს რა ეხლა ოდემდე მე საბოლოო ჯამში სუჯედეგებამდე მიგიყვანდა და პროფესიონალი სპორტსმენი როცა ხარ უნდა შეეგიო თუმცა ალბათ ეხლა მერცმადლობა რომ ისეთი კომენტარი არ ყოფილა მაინდა-მაინც შეურაცხყოფელი ან ბილსიტყვაობა ან რაღაცა გინება ჩვენ მისამართი ეგეთი რამე რომ ნახო ვინც არ უნდა იყოს ვისი მამაც არ უნდა იყოს და ვისი დედაც არ უნდა იყოს არავის ეხლა თავისთავად ეგ უკვე ძალიან ისეთი რამე არის რომ შეურაცხყოფას ეხლა არავის არ გაუტარებთ არც მე და არც არავინ ასე რომ იქამდე სანამ ყველაფერი მოთმენადია მოითმენ ადამიანი მაგრამ როცა უკვე ძალიან ზღვარს გადავა მე უკვე მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მადლობა გულშემატკივარს რომ ეგეთი რაღაცეები არ ეშლებათ მიუხედავად იმისა რომ მომენტში შეიძლება რაღაცა გაბრაზდე და მართლა მოგინდეს რაღაცის თქმა მაგრამ არ იძახიან და მაგისთვის მადლობა
და ძალიან ემოციურია ხოლმე კიდე შეიძლება ეს პირადად არსენ პასუხს მაგრამ რამდენიმე პოსტი იყო როდესაც ბოდიშს უხდიდი ხო ადამიანებს უხსნიდი თავისთავად ხო ესეც სიძლიერია იმიტომ რომ არ გიჭირს ბევრს უჭირს მივხვდი გაანალიზების მერე თუნდაც ის რომ ან ბოდიში მოუხადოს თავისებურად აუხსნას რაღაც ხო ეს ამას ძალა ჭირდება რომ ჯერ შენ თავს ჩვენ ახლა მარტო ჩვენ თავზე არ ვიძახი რა ჩვენ ყველა ახლა ნაკრების წევრი და თითოეული მორაგბე ყოველთვის გრძნობთ პასუხისმგებლობას გულშემატკივრისადმი და ნებისმიერი ჩვენი წარუმატებლობა საგვიქოვთ ისე როგორც მაგარ წარუმატებლობას ახლა სიტყვაზე ჩვენ რო რაღაცას ვერ გავაკეთებთ ისე ჩვენ ხო რეალურად საქართველოს წარმოვადგენთ ხო საქართველოს ქვია ესე იგი იმათი სახელით რაღაცა კარგად ვერ გავაკეთე და თავს ვალდებულებად თვლით რომ როცა თვლით რომ დამნაშავეები ვართ ბოდიშიც უთხრათ და როცა თვლით რომ რაღაცა არ გვეკუთვნის აუხსნათ რატო არ გვეკუთვნის და აუხსნათ რატო არის ხშირ შემთხვევაში კრიტიკა თუ ასე შემდეგ და ასე ბოლოს მახსენდება რომ პორტუგალიასთან თამაში ვერ მოვიგეთ და საპატიო წრე არ დავარტყით იმიტომ რომ არ გვეკუთვნება პატივის ღირსებად არ ჩავთვალეთ ჩვენი თავი და შემოვედით იმიტომ რომ ვერ ვიასპარეზეთ ისე როგორც ეკადრებოდა ჩვენ გულშემატკივარს და ისე როგორც იმათ უნდათ რომ ჩვენ პორტუგალია გაგვენადგურებინა კი არა ფრედავამთავრეთ თამაში და მაგიტო შეგვრცვა ეს წრის დარტყმა შევედით გასახდელში და ეგ მე პრესკონფერენციაზე ახსენეთ კიდევ იმიტომ რომ რამოდენიმე გულშემატკივარმა როგორც მივხვდი არასწორად გაიგო ეგ ჩვენი ჟესტი გაიგო რომ ჩვენ პატივი არ დავდეთ და არაფრად ჩავაგდეთ და მაგიტო წრიც კი არ დავარტყით არა და რეალურად ისე იყო რომ ჩვენ მოგვერიდა იქ წრის დარტყმა და მაგიტო შევედი რეალურად რა ხდება ხოლმე ამ დროს კულისებში გარდა იმისა რომ გამარჯვება ეხლა მე მაგალითად მეზიზღება ვინც ეხლა მიცნობს ის რომ წაგება ორგანულად ზულს 400-ზე შემილია ვიყო თვეობი და მარტო რაგბისკენ ნებისმიერ რაღაც წაგება არ მიყვარს რა ანუ ის რომ წაგება მოგება ძმები არიან შენთვის არა თქვა ის სულელე რა არავისთვის არ მჯერა ეგეთი რამე ვინ მოიგონა არ ვიცი ალბათ დასამშვიდებლად მოიგონეს და დამშვიდება კიდე ცალკე მეზიზღება და წაგება და მოგება რო ძმები არიან ეგეთი აბსურდი მეორე არ ვიცი რა იმაზე მეტად რომ მოგება გიხარია ადამიანს რა სპორტსმენს მოგებაზე მაგარი გზნობა ხო იშვიათად ცხოვრებაში მაგრამ მაგაზე უფრო მძაფრი და საშინელი უფრო დიდი გზნობა არის რომ წაგება არ გიყვარს და წაგება არ გინდა და ამას ყველა ამძაფრებს ის რომ ჩვენი გულშემატკივარეს ტკივნეულად იღებს ამ წაგებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თქვენ რა მდგომარეობაში ხართ ხოლმე ჭიქირია წაგებული მატჩის შემდეგ ხო, ну ყოფილა ეგეთებიც რა, ალბათ, მაგას ეხა ვერ გაიქცევი რა, ემოცია რომ მოგაწვევა და ხა მაინდა-მაინდა ქვითინი და ისე კი არა რომ რაღაცა სენტიმენტებით გიტირია და გიბღავლია, მაგრამ ეს ბრაზი რომ მოგაწვევა და აი რომ გახჩოვს ეს ბურთი ეხა ყველას ხონია, აი ეგ ბაი. რატო კაცაც შეუძლია წრებლების გამოხატვა. მაგ ბურთი აი სიმწრის წრებლები რო ქონია რომ აი როგორ ვერ შეძელი, აი ეგ წრებლები მქონია კი. თუმცა ეს წრებლები არავის არ დაუნახავს გარდა თანაგუნდებისა, ხო, მაგას ეხა ისე აკეთებ, რომ ეხა მართლა ქვითინს და იმას ყველა ერიდები. და ცხოვრებაში მარტივად ერი? არა. საკმაოდ ისეთი. არა, ხარ ემოციური. ემოციებს კარგად ვაკონტროლებ რა, ტირილი იშვიათად კარიერაშიც რო გადავხედე, სულ რამოდენიმე 1-2 გამახსენდა რომ წრებლები წამოსვლია. მაგრამ ნუ მაგის კონტროლი შემილია რა. კარგი კომენტარები. ვიცი რომ ყველაზე მეტად არის ყველა საინტერესო. გაწითლებს შექება. ხო, ვის არა ხა მარტო მე კი არა, ყველას ეგრე არის. ნაკრებზე ვილაპარაკებ მორაგბეებით ზოგადად არ მეგულება ვინმე, ვინც ეხა აქებენ და აი წელში გამართული ზის და რა არ ხდება ეგეთი რამ. თავისთავად ძალიან სასიამოვნოა და საჭიროა, მაგრამ მაქსიმალურად აი არ ვიცი ხოლმე ეხა რა როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა ქნა. ამდენი წლის ვარ ხო 29 წლის გავხდი და ვერ გამოვიმუშავე რა უნდა გააკეთო რომ გაქებენ რა. ერთადერთი მდგომარეობა რომელიც მეც ვერ მივხვდი რა პასუხი უნდა გავცე ხოლმე აი ამ დროს. თუ ბოდიში თუ აი რაღაცა ეგეთი ის არის რა. მაგრამ ნუ აი რო თქვა რომ აი ზოგადად ეგ არის ჩვენთვის მამოძრავებელი ძალა რეალურად რა. არაფერი არ ჯობია იმას რომ აი შეხვალ თუ მოისმენ თუ დაგირეკავენ თუ აი ნახავ აი როცა ხვდები რომ აი რა აფასებენ იმ შრომას აი ხა ბოლოს ვიყავით გიორგი ჭუმბურიძის ჩვენი ექიმი იყო ნაკრების ძალიან კარგი კაცი მაგარი პროფესიონალი ტრავმატოლოგი მაგის დაბადების დღეზე ვიყავით რა რამოდენიმე ბიჭი და ნუ ძალიან ბევრი ცნობადი სახეები იყვნენ ამ დაბადების დღეზე ისინი ალბათ ეხა ყველა ერთმანეთს იცნობდნენ და მაგიტო არ იყო ეგ ის მაგრამ ნუ ერთი მომენტი თამადამ ჩვენი მორაგბეების ადგილზეო დალია და უცებ აი მთელი ეს ცნობადი სახეები ყველა
ადგნენ, მოვიდნენ ჩვენთან, ეხლა ჩვენ ხო ძალიან მორიდებულები, ამათ ტელევიზორში ყავს ეს ხალხი მარტო ნანახი და პირიქით იქით ვიზუალურ ფოტოს გადაღება გვიდოდა, გვერიდებოდა და ეს ხალხი რომ მოვიდა, ადგა და ჩვენთან იდგნენ და დაგლოცეს და გვეხუტნენ და გვეფერნენ და აი მან კიდე თავიდან კიდე ერთხელ მივხვდით რომ ხალხს რა მაგრა უყვარს რაგბი და რა მაგრა უყვარვართ მორაგბეები და რა მაგრა ვიამაყები და რა მაგრა ვჭირდები თუნდაც და აი ეგეთ რამეს რო ხედავ ეგეთ რამეს რო გრძნობ მე ხვდები კიდე კარგად აანალიზებ რამხელა ძალა აქვს მაგ ყველაფერს და რამხელა პასუხისმგებლობა გაქვს და რამდენად არ ეკუთვნის შენ თავს და რამდენად ვალდებული ხარ რომ ყველაფერი გაიღო რომ აი ეგეთი ადამიანები ზოგადად ნებისმიერი ქართველი რომ აამაყო და თავაწეული იყოს ტელევიზორთან იქნება თუ მოედანს. ხო, ძალიან სამწუხაროდ ძალიან ცოტა რამით ვამაყობ დღეს ქართველებს და ერთ-ერთია რაგბი და ასე რომ დამსახურებული იყო ეს მოსვლა და ყველაზე მეტად იმ დროს იმ სუფრიდან ვისი მოსვლა გაგეხარ და ვისი გაცნობაც იმდენი ცნობადი სახე იყო რომ არ გამოვარჩევ არც ერთს, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება გამოვარჩეს, მაგრამ მართლა იმდენი ხალხი იყო და მარტო ტელევიზორში მყავდა ეგ ხალხი ნანახი და იქ რო აი ესე გვეფერებოდნენ, აი ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო ნამდვილად. ტრამვები არის ხშირი თვითონ თამაშის დროს. პირველი ტრამვა გახსოვს როდის მიიღე და პირველი სერიოზული ისეთი მტკივნეულია, ფიზიკურად მტკივნეული ტრამვა მახსოვს, ეგეც მუხზე იყო. პატარძეულის ვებხვებს აქვს მოედანი პატარძეულში. ხო. და იქ მომივიდა არმას ვეთამაშებოდი და მოკლედ აი მუხზე რაღაცა მაშინ აღმოჩნდა რომ მენისკი დავიზიანე და ეგ იყო პირველი ისეთი ტრამვა რამაც შემაშინა ძალიან მაგრამ მეტკინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნაიარევიც დაგიტოვა ერთმა ტრამვამ ხო სახეზე. სახეზე მოხდა რაღაცეები ჩემ კარიერაში. მადლობა ღმერთს ისეთი სავალალო არ იყო რომ აი გავჩერებული ყავიან ვერ მეთამაშან ძირითადად ანუ გაგისკდება იკერავ ეხლა ამბობს პორტუგალიასთან გამისკდა ეს ქუთუთო გამიკერეს ისეთი არაფერი რა ხო მაგრამ შრამების თავის ისტორიას ტოვებს ხო ნუ თუ ხო რა სარკეშო ჩაიხედები ყველა შრამი გახსოვს რა სად მიიღე ნუ მე პირველი ხუთი ყოველ შემთხვევაში და მე უკვე თუმცა იყო სერიოზული ტრამვებიც ხო ანუ ისეთი სერიოზული რომელმაც შეგაფერხა გარკვეული პერიოდი კი გას პერიოდი ხან ისეთი საკმაოდ დიდი ხანი მუხლების ტრამვა მქონდა ერთ ფეხზე მომივიდა ჯვარადინი გამიწვა საფრანგეთში თული ტრამვა არის ნუ ოპერაცია გავიკეთე რეაბილიტაცია გავიარე სხვა შორის ჩემ პირველი თამაში მაშინ რო დავბრუნდი იყო იტალიასთან უკვე ჯერ კიდე იტალიაში და მაგის მერე სოფლიოსთვის ვემზადებოდით 2019-ისთვის კარგად მიდიოდა ყველაფერი ძალიან კაი ფორმაში ვიყავი და სოფლიოზე წასვლის წინ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ თამაშზე ლოკომოტივზე ქონდა თამაში საუთერ კინგსი არის სამხრეთ აფრიკის გუნდი. და მაგათთან თამაშზე საერთოდ უწყინარ სიტუაციაში მეორე ფეხზე გამიწყდა ჯვარედინი ეგრე იცის ხოლმე რა როგორც ჩანს და სოფლიო ჩემპიონატი მე გაწყვეტილი მყესით ვითამაშე, მოკლედ წვალება მე რო ჩამოვედი გავიკეთე ოპერაცია და ნუ აი ხა უკვე წყობში ვარ, მაგრამ მაგ ოპერაციების გამო საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 წლამდე გამიცდა რა 2 წელიწად ნახევარი. და ეს ტრამვირებული გახვედი მოედანზე. გარისკე ხო? რისკია. ერთგვარი იმისა რომ ჯანმრთელობასაც დებს ასორზე და იმასაც რომ შეიძლება ამ ტრამვირებული ფეხით თამაში შედეგად საერთოდ მაგ პერიოდში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სოფლიო ჩემპიონატი და იმდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის და ასე შემდეგ თანახმა ვიყავი რა ფაქტიურად ხელს ვაწერდი იმაზე რომ ნებისმიერ თამაშზე შეიძლება კარიერა დამემთავრებინა იმიტომ რომ გაწყვეტილი ჯვარედინით უკვე შეიძლება რაღაცა ისეთი იმდენად დაიზიანო მთლიანი მუხლი რომ ფიზიკურად ვეღარ აღდგეს რა რაც არ უნდა მაგარ ქირურგებში და ექიმებში გქონდეს ოპერაცია გაკეთებული მე ხო ნუ მაგ რისკზე წავედი და მზად ვიყავი მენტალურად კი არ ვიძახი რომ ეგრე მომივიდო და იყო მაგის შანსი რომ ეგეთი რამე მომხდარიყო მაგრამ წვრთნელებიც ცოტა უარზე იყვნენ რისკი იყო ასე შემდეგ მაგრამ შემი დაჟინებული თხოვნი და თავისთავად იმათაც თუ გაწყობდათ რომ მე ეგეთ კონდიციაში მეთამაშა საბოლოო ჯამში მაგაზე შევთანხმდი და ნუ ტკივილი კითხო თუ აღარ კითხო ტკივილი არ ქონდა ესე დაზიანებული ფეხით როცა გიწევს მთელი ენერგიით შეძლებადი იყო ტკივილი გოგო არ ქონდა მაგრამ ნუ შეძლებადი იყო რა აი ფიზიკურად შემეძლო რომ გამეკეთებინა და იმ ტკივილს რაც იყო იმას უძლებდი ხა ტკივილი მქონდა მაგრამ ნუ გაძლებადით კი ხანისი არის რომ ფიზიკურად ვერ უძლებს ორგანიზმი რა არ შეგილია და ეს გაძლებადი ტკივილი იყო მაგრამ აი ლიმიტზე რა ცოტაც და ვეღარ გაუძლებდი აი ეს პაუზის 3 წლამდე პერიოდი, როდესაც აქტიურად ვეღარ თამაშობდი. ხო, ეს იყო თავიდან 9 თვე, მე ვითამაშე ნახევარ წელზე ოდნავ მეტი და მე უკვე აი წელიწად ნახევარი თითქმის. ბოლომდე ჯანმრთელობა ჩვენ არ გვექვემდებარება და არ იცი, ხო? აღდგება ფორმაში მოვა, ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე და ასე შემდეგ.
მართლა რეალურად აი ცივი გონებით, არა ცხელი გონებით ფიქრობდი იმაზე, რომ შეიძლება რაგბი აღარ გაგრძელებინა? მაგ პერიოდში სანამ რეაბილიტაციას გავდიოდი, არ ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობდი იმას, რომ თუ რეაბილიტაციას კარგად არ გავივლიდი და იგივე რამე დამემართებოდა, ისევ რომელიმე ფეხს დავიზიანებდი, მაშინ ჩემი რაგბი დამთავრებული იყო. ყველა მაგას ვაანალიზებდი, მაგრამ იმდენად საქმეში ვიყავი ჩართული ამ რეაბილიტაციის ამბავში, რომ მაშინ არ დამიშვია, რომ შეიძლება რეაბილიტაცია ვერ გავიარო და ამიტომ რაგბს თავი დავანებო, ეგ არ მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ის იყო, რომ ხო, თავისთავად. მაგას თუ დაუშვებ და აი მაგ ფიქრებში თუ ხარ, როგორც წესი, ჩემი აზრით შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აზრით უკვე ვეღარ ბრუნდები ისე, როგორც შეიძლება რომ დაბრუნდები. და მწვრთნელთან როდესმე გქონდია კონფლიქტი? არ მახსენდება, არა. საპირისპირო მხარის წარმომადგენლებთან ოღონდ როდესაც თამაში რჩება და გადიხართ მოწინააღმდეგე გუნდთან თამაშის მერე. გუნდთან თამაშის შემდეგ. არა, ეგეთი რამე არ ყოფილა, აი ხა აფრიკაში ვიყავით ბოლოს და აი მანდ იყო პირველად, როცა აი ზღვარზე ვიყავით, რომ თამაშის მერე გვეჩხუბა იმდენად არასპორტულად იქცეოდნენ სამხრეთ აფრიკელები, მაგრამ მანდაც შევძელი სიტუაციის განმოხდა და არ მოხდა ეგეთი რამე და ისე ეგეთი რამე არ ყოფილა თამაში დამთავრებული იყოს და მერე ვინმესთან რამე კონფლიქტი არა. და როდესაც მორაგბე ხარ, ხშირ შემთხვევაში არის წარმოუდგენა, რომ ეს ფიზიკური ძალა რო გერჩის, კარგი მოჩხუბარია, თუმცა მე ვიცი რომ მორაგბეები ძალიან ნაკლებად ჩხუბობენ ცხოვრებაში. ხო, ну მაქსიმალურად მაინდა-მაინც კაი მორაგბე, კაი მოჩხუბარს არ ნიშნავს, ეხა შეიძლება ფიზიკური მონაცემები. ხო, ფიზიკური მონაცემებით უფრო ალბათ ეხა შეიძლება მაგრა ვერ იქნებდე ხელს და ის არ იყო რაღაცა მაიკ ტაისონი, მაგრამ ну როგორც მინიმუმ ამტანი ხარ რა, ბევრი მოხვდება და არ გაითიშები. ხო, გიჩხუბია ცხოვრებაში? ხშირად. სამწუხაროდ ეხა ყველას ხშირად არ მიჩხუბია. ამდვილად რა, ეგეთი მოჩხუბარი ტიპი არა ვარ, მაგრამ ნუ მაქსიმალურად ყველა ეხა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი რაღაცა ჩხუბი არ მოგვივიდეს და ისედაც ეხა რა, მადლობა ღმერთს, რომ არაერთი ადამიანი გცნობს, ყველა მიცის ჩვენს ძალიან კეთილგანწყობილები ვართ ყველასადმი და ჩვენთან ანუ ჩხუბი ეგეთი რამე იშვიათად, თუმცა ვერაცდები ეხა რა, ბავშვობაშიც და დიდობაშიც, მაინც ეხა 1-2ჯერ ყველას ვიჩხუბია და მოგწევია. ბოლოს როდის იყო? აი, ეგეთი შემთხვევა. რამოდენიმე დღის წინ ვიძახდი, რომ დიდი ხანია აღარ მომწევია ჩხუბი და იმეთია კიდე დიდი ხანი არ ვიცი რამოდენიმე წლის წინ ალბათ ერთი აი ხანია რა თუ რამე არ მოვიწყდება 1-6 წელია არ მიჩხუბია. საჭთანაც იძაბება ხოლმე ურთიერთობა. როდესმე დაგზავნა? უფ კი, ბევრჯერ საჭებთან მეძავება ხოლმე ურთიერთობა, ხო, თამაში იმდენად აზარტში ვარო, აი მაგათ ისეთ არასწორ გადაწყვეტილებებთან გამკლავება მიჭირს ხოლმე, რომ ნერვები მოვთოკო რა, თან ერთხელ 2-ჯერ 5-ჯერ რომ მიეწყობა, თან ისე ხდება, რომ სამწუხაროდ ხშირად ისე გამოდის. ვერ გაგიკონტროლებია ნერვები მათთან ურთიერთობის დროს? კი, ყოფილა რომ ვერ გამიკონტროლები, ახლა მაინდა-მაინც კისერში წვომილ ვარ და დამიხშია მეთქი, არა, მაგრამ ნუ აი გინდა რომ აი ართა რაღაცა მწარე უთხრა და იგივენერად გაამწარა როგორც თვითონ გაგამწარა შენ. აი ხა მაგალითად რუმინეთთან თამაშზე ბოლოს ჯარიმა მომცა, დაგვიტყეს 3 ქულა, აგვიღეს ეგ ჩემი შეცდომაა, ბოდიში გულ შემატკივარს, ხო, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა ტენდენციურობა შევატყე თუ მე ჩავთვალე რომ ტენდენციური იყო, ერთხელ უთხარი საყვედური 2-ჯერ 3-ჯერ და რაღაც მე 5-ჯერ ცოტა აგრესიულად უთხარი რომ მეთქი რასაკეთე ბოლო-ბოლო რაღაცა რატო ჩაგრავ და დამაჯარიმა და დაგვიტყეს კარში გაგვიტანეს. და წყობიდან გამოსვლა ცხოვრებაში თუ ჩვევია და რას გამოვყავ წყობიდან? ალბათ აი რაღაცას მე რო ვთვლი რომ ვიღაცას რაღაცას ლოგიკურად უხსნი და აშკარა არის რასაც უხსნი და აი შავზე თეთრა წერია თუ თეთრზე შავა და აი მაგას მაინც რო ვერ იგებს და ჯიუტად რო აწובה თავისას აი მაგას გამოვყავარ წყობიდან. იგივეა საჭებთანაც რო უხსნი რო აი შეგეშალა და რო არ გტახდება აი ეგრე ვარ ცხოვრებაშიც რა. გართობა რომელიც არც ისე ხშირია აქტიური მორაგბის ცხოვრებაში. თუმცა იქნებოდა პერიოდები, როდესაც ალკოჰოლს გაუსინჯე გემი. ხო, ეს რა ასაკში მოხდა და ვინ გაგასინჯა? ჩემი კლასელის დაბადების დღეზე დავლიე პირველად ღვინო. რამოდენიმე ჭიქა მქონი 6 თუ 7 და მაგარი მთვრალი ვიყავი მახსოვს სახში, აი ესე მოვედი ტრიალები და ყველაფერი. ეგ იყო რამდენი წლის ვიქნებოდი ალბათ რაგბზე. შეიძლება არა ცოტა მეტია 14 ალბათ რაგბზე ახალი დაწყებული მქონდა სიარული 14 წლის ვიქნებოდი სავარაუდოდ. არ მოგეწონა ეხა ტრიალებ და ყველაფერი სუდად გახდა. თვითონ ზოგადად ხო რა დღემდე ღვინო რაღაცა აი ხო ღვინო ხო იდეაში აი მაგთელი გული და სულით მინდა ღვინო მიყვარდეს და მეგემრიელებოდეს, მაგრამ ვერ მეგემრიელება რამდენნაირი ღვინო მაგ ასინჯული და რამდენი ღვინის მოყვარული მყავს გარშემო, მაგრამ
აი ხო რა. ეს ღვინოზე ვრცელდება თუ ყველა ალკოჰოლზე? ალკოჰოლი ზოგადად ნებისმიერი ალკოჰოლი გემოზე მეზიზღება. მაგრამ ნუ ეხლა თუ რაღაც ბიჭები ეხლა თამაშს თუ მოვიგებ და გავდივარ და ვერთობით და ვილხენთ მაშინ ვსვავ, იმიტომ რომ სიტუაციას უხდება რა, გინდა. მაგრამ ბევრის დალევა შეგიძლია თუ არა? ანუ ბევრის რაღაცა დალევა ღვინის არა. ღვინო მკლავს, იშავს, სუდად ხდება. ისე ბევრის დალევა, ეხლა მძიმე ალკოჰოლური შემილია ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში რა. როგორია სიმთვრალე? ამ დროს ხდებით ცეკვის სიმღერის განწყობაზე თუ კი, არა, ძალიან ცეკვის სიმღერის სიყვარულის ჩახუტების სიცილის, აი ეგულაობის რო იწყიან ეგერ განწყობაზე. ცეკვა უფრო გეხერხება თუ სიმღერა მაგ დროს? აუ დიდად არც ერთი არ წვიტა ვარსკვლავებს, მაგრამ უფრო ცეკვა ალბათ რა სიმღერა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. თუმცა რეპი გიყვარდა ვიცით ძალიან. რეპი მიყვარს ეხაც, დღემდე, ხო? რეპი ალბათ იმიტომ რომ მოსმენა ზოგადად მაგრამ მიყვარს რეპერებს, მაგრამ ვაფასებ. ის ყველა რეპერი ვიცი, ქართველი თუ უცხოელი. ნუ რეპის თუ ბღერი, რეპის სიმღერა უფრო ადვილია, იმიტომ რომ ლექსივით არის, ხო და მაგრამ მაგასაც ეხა დიდად რეპერი ვარ მეთქი და ბღერი თქო მოგატყუე. გიმღერია. მიმღერია კი, გაგირეპია. ბევრი სიმღერის ტექსტი, ბევრი რეპის ტექსტი ვიცი, ხო. და სიმღერის ნიჭი, როცა არ გვაქვს, მეც მამით გამოვიჩევ რომ არ მაქვს. რეპი გვეჩვენება ხოლმე მარტივ. მეც ესე ვიყავი შენაირად და სულ მეჩვენებოდა რომ მეც შემიძლია გავრეპო რა, იგივენაირად გავაკეთო და მე კარაოკეებში ახდე ხოლმე თავის წარმოჩენას. გქონი ეგეთი რამე, კარაოკეში. იცი რა, კარაოკეში კი ყოფილა ეგეთი რამე, შენ პრაქტიკაში ოღონდ მარტო ვერ ვედავ. რამოდენიმე კაცი უნდა იყოს, რომ აი ჩემი ხმა მაინდა-მაინც სინეპლაზე არ იყოს და გადაფარული იყოს. ვინმე დაზღვევას უნდა მიკეთებდეს რა. ეგრეთ უხდება კი. ღამის კლუბები, ეხლა მოწესრიგებული ძილი შენი ცხოვრების რაღაც განუხრენი ნაწილია. ხო, აბა. ღამის კლუბების შემოდის ხოლმე თუ იშვიათად თუ საერთოდ აი ზოგადად ეგეთი პერიოდები ხო იშვიათად არის, მაგრამ როგორც წესი ღამის კლუბები მიყვარს, მაგრამ აი ღამის კლუბები მიყვარს ზაფხულში და ღიაცის ქვეშ. აი ძალიან ბნელი ღამის კლუბები და ძალიან მძიმე მუსიკით და აი რაღაც არაფერი რო არ ჩანს და ვერა ღამის კლუბებში სიარული და ის ხო რატომ გვიყვარს ზოგადად მე ყოველ შემთხვევაში რატომ მიყვარს რომ ნაცნობს ნახავ ვიღაც დიდი ხნის ნახავი ყავს ესე შეხვდები ეგ მიყვარს და ძალიან სიმნელეში რომ მიდიხარ და ვერავის რო ვერ ხედავ და ვერავის რო ვერ ლაპარაკები ისეთი ხმაურია ეგ ჩემი სტილი არის თუმცა ნუ ძალიან ბევრს ძალიან მაგრამ უყვარს ეგ მაგრამ ნუ მე უფრო ზაფხულის გართობები მიყვარს რაც ღიაცის ქვეშ სუფთა ჰაერზე ასე შემდეგ ასე და განტვირთვა რა არის შენ საუკეთესო აი როდესაც არ გაქვს არ ხარ ბაზაზე არ გაქვს თამაშები და შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა პირველი რა გახსენდება რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას გაინჭებს მე ვთვლი რომ ეგ უფრო სისუსტეა ვიდრე სიძლიერე იმიტომ რომ ვინც მიყვარდა ისევე მიყვარს ცხოვრება ეგეთია რა ხან დისტანცირებას აკეთებს ხან ახლოს ახართ მაგრამ სიყვარული თავი თუმცა დისტანცია სიყვარულს მაინც არ ხო თავარია რომ სიყვარული და ის პატივისცემა რაც არის ის არ დაიკარგოს მე ვთვლი რომ ეგ უფრო სისუსტეა ვიდრე სიძლიერე იმიტომ რომ ვინც მიყვარდა ისევე მიყვარს ცხოვრება ეგეთია რა ხან დისტანცირებას აკეთებს ხან ახლოს ახართ მაგრამ სიყვარული თავი თუმცა დისტანცია სიყვარულს მაინც არ ხო თავარია რომ სიყვარული და ის პატივისცემა რაც არის ის არ დაიკარგოს პირველი რა გახსენდება რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას გაინჭებს მეგობრებთან ყოფნა ეგეთი პრიმიტიული რამე შეიძლება მაგრამ რატო არა ხო განტვირთვა ჩემსაც დიდი განტვირთვა მეგობრებთან ყოფნა პირველ რიგში ბოდიალი საქართველოს მასშტაბით გიყვარს ლაშქრობა მაგრა აი ძალიან ლაშქრობა და ზოგადად რა ის სხვადასხვა ადგილების ახლა რაც არ გაქვს ნანახი იმ ადგილებში კი ვთქვა კი იციან რომ ზოგადად საქართველოში ნებისმიერ ადგილას წასვლა თუნდაც ვიღაცის სასაცილოდ შეიძლება ჟღერდეს ეგეთ ადგილზე წასვლა მირჩევნია ნებისმიერ უცხოურ კურორტს ანუ აი მირჩევნია სიტყვაზე არ ვიცი აი ხვამლისთაზე ავიდე ვიდრე წავიდე ბორაბორაზე და იქ ვიყო 2 კვირა ყველაზე მაგარ სასტუმროში ხვამლისთაზე უფრო ბეციამონებას მივიღე უფრო კომფორტულად იქნება უფრო ბევრად და უფრო რაღაც ჩემ მეგობრებთან და უფრო ეგ უფრო ჩემი არის ძლიერი ადამიანებსაც აქვს სისუსტე ყველას რა არის შენი სისუსტე სხვის აზრს ჩემზე აქვს ძალიან დიდი გავლენა. მე ვთვლი რომ ეგ უფრო სისუსტეა ვიდრე სიძლიერე, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცა მოუფრინოს თავში და რაღაც კომენტარი დაწეროს და მე ამაზე 2 დღე მქონდეს თავში და ვინერვიულო. მე მგონი დრო რო აღარ იკითხო, მართლა დრო. ხო, აი, იცი, მაგრამ ის სისუსტეა რა. და რჩევა ვისია ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი შენთვის? ჩემ საქმეში ალბათ, ნუ აი, ჩემი კოლეგების, მწვრთნელების
ვერ ვიტან ხოლმე როგორც წესი, აი არაკომპეტენტური ადამიანები თავდაჯერებით რო გაძლევენ, ხო, რჩევას რო გაძლევენ საერთოდ სხვა თემაზე რა. კონკრეტულ მიმართულებებში რაგბის გარშემო მორაგბეების და მწვრთნელების ცხოვრებისეულ საკითხებში, ოჯახის წევრების და მე ვისაც მე ვთვლი რომ კომპეტენტურია მაგ საკითხში ეგრე რა. და კრიტიკაც არ წყინს მათგან? არ წყინს, ხო, იმიტომ რომ ეხლა ძირითადად ეგეთი კრიტიკა გეწყინება იმ ადამიანისგან, ვისგანაც არ იცი შენი კეთილის მოსურველი არის თუ არ არის, თორემ ვინც იცი უეჭველად არწმუნებული ხარ რომ შენი კეთილის მოსურველია, იმისგან კრიტიკა პირიქით მე მგონი უნდა გიხაროდეს იმით წუთში შეიძლება გამბასდეს, მაგრამ შეიძლება რაღაცა ის მოგივიდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში გააზრებული გაქვს ფუნდამენტალურად რომ ეს თუ რაღაცას გეუნება, იმიტომ გეუნება რომ თვითონ მართლა ეგრე გონია და შენთვის უკეთესი უნდა. კი ბატონო. და ყავს რა არაერთი ძმაკაცი ვინც აბედნიეროთ აი მაგას უზრუნველყოფ შენთვის და ყოველთვის ზრუნავენ რომ მე რაღაცა ვარდისფერი სათვალეები ზემედად არ უყურო ცხოვრებას. უყურებდი? როდეს მე? იცი რა, სულ უყურებ რა, ალბათ ყველა ადამიანი რაღაც მომენტში ვარდისფერი სათვალეებით არიან და ზუსტად აი ეგეთი ადამიანები გჭირდებიან გარშემო, რომ ტყუილში არ ცხოვრობდე და არ გეგონოს რომ ყველაფერი კარგად არის და მე ერთიანად არ დაგენგრეს თავზე. ილუზიაში, ხო. მეგობარი დაგიკარგავს? აი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის ადამიანი მიდის ცხოვრებიდან, რომელსაც ენდობოდი. ხო, ну ხდება რა სამწუხაროდ, მაგრამ ვინც მიყვარდა ყველა ისევ მიყვარს და შეიძლება ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს და ვერ მაქვს ფიზიკურად ყველასთან, მაგრამ ისე მიყვარს როგორც 5 წლის წინ მიყვარდა და როგორც თავარია ეგ სიყვარული შენარჩუნების. ხო, რა შეიძლება ვიღაცას ეხა ხშირად წკენიათ, რომ აუ სად ახარ და სად დაიკარგე და სად ის და სად ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაგებით ეგრევე. ხო, ვცდილობ ხოლმე რომ მივახვედრო ისინი, რომ აი მაგრამ მიყვარს რა. შეიძლება რაღაც უთანხმოებებიც მოხდა რა. ეხლა რაგბის სამყაროში რაღაცეები იმას ქნა ცოტა აირია, რაგბის სამყაროში აირია დატრიალდა რაღაცეები, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მე მიყვარდა მაშინ, ეხაც იგივენაირად მიყვარს რა. არა, ეს რაღაცა ცხოვრება ეგეთია რა, ხან დისტანცირებას აკეთებს, ხან ახლოს ახართ, მაგრამ სიყვარული თავი. თუმცა დისტანცია სიყვარულს მაინც არ ხო, თავარია რომ სიყვარული და ის პატივისცემა რაც არის, ის არ დაიკარგოს. და შურის მომენტი, რომელიც არის ხოლმე ძალიან ხშირი, რაც უფრო ზევით ადიხარ, მით უფრო მძაფრდება. და ზოგჯერ სამწუხაროდ იმ ადამიანებისგანაც, ვისგანაც არ ელოდები. როგორი დამოკიდებულება გვაქვს? რეაგირებ ამაზე თუ გირჩევნია დააიგნორო, როდესაც პირდაპირ აი ვინმესგან შურს თუ შევამჩნევ ხოლმე. აი ცოტა გაუცნობიერებულა და ცოტა უფრო მერე უკვე გაცნობიერებულა და ეგეთ ადამიანებს უმტკივნეულოდ ვცდილობ ხოლმე რომ ჩამოშორდე რა. იმიტომ რომ ვიღაცას ეხა შენი კარგი რო არ უხარია, ამთავრებულია მანდ რეალურ და ჭეშმარიტ ურთიერთობებზე ლაპარაკი. თუმცა იძახიან რა, მე ზარწმუნებული ვარ რომ ეგ უფრო რთული არის რომ ისეთი ადამიანები ყავდეს ბევრი, ვისაც შენი კარგი უხარია, ვიდრე სიტყვაზე ჭირში რო რაღაცა დაგიდგება გვერდზე რა. ხო, იმიტომ რომ მაგის გაზიარება გვიჭირს ხოლმე. ხო, რთული არის ადამიანური მასა, მაგრამ ნუ საბედნიეროდ ღმერთს მადლობა რომ არაერთი ადამიანი მიყავს, ვიშიც დარწმუნებული ვარ, აი თვალდახუჭული რომ ჩემი კაი შეიძლება ჩემზე მეტად გავუხარდეთ. 21 წლის ასაკში მოგანიჭეს საუკეთესო მორაგბის სტატუსი. შეგცვალა ამ ყველაფერმა, ამბიციური გაქხა თუ არა? არა. იმის ფონზე რომ უყურებ რომ არსებობენ აი რადონის მორაგბეები, ქართველები ისევ რა, აი მამუკა, ზირაქა, რომ უყურებ მაქსიმალისტ ტიპებს, მე ხვდები შენ თვითონ რომ არაფერს არ წარმოადგენს. ხო და ეხლა ძალიან ჯანსაღად საუბრობ, მაგრამ იმ ასაკში რთულია ხომ და ვიღაცა დაგიხმარა ისეთ გარემოში ვართ ჩვენ. ხო. და ეგეთი ადამიანები, როგორებიც ვახსენე. საბედნიეროდ ჩემ კარიერის დასაწყისში და ეხაც იმედი მაქვს რომ ჩვენ უკვე ვინც გავიზარდეთ და ვინც ვისწავლეთ უკვე იმათგან, იმედი მაქვს რომ ჩვენ ვართ მაგის მაგალითები ბავშვებისთვის, რომ ეგეთი რამე არ უნდა მოხდეს რა, ბუნებრივად ეკია, იმას კი არ უთქვამს რომ აი ხა შენ თავში არ აგივარდეს რომ ბუნებრივად ხდება იმათ რომ უყურებ რომ მამუკა გორგოძია და ზირაქა არის და ამდენი რაღაცა აქვს მოგებული საფრანგეთის ჩემპიონობიდან დაწყებული, საუკეთესო მოთამაშეებიდან დამთავრებული და მართლა რა მაგარია და მთელი მსოფლიო იცნობს და როგორი ვარსკვლავია თვითონ არის თავდაბალი და თვითონ სულ თავის თავზე მუშაობს, მე ხვდები რომ აი მე ხა უცება გამოხდე და უკვე აღარ გჭირდება დაჟე მაგაზე ფიქრიც რა, ავტომატურად ისე ლაგდება რომ ხვდები რომ მაგანწყობით ხარ. ხო რა ხვდები რომ ჯერ კიდე ძალიან გრძელი გზა გაგდა, ხვდები რომ ეგეთი უნდა იყო და არა ისეთი რომ რაღაცა ტელევიზორში რო უყურებ ვიღაც სუპერვარსკვლავები რო ვითომ რაღაცეებს. და რიტუალი სანამ დაიწყება შეხვედრა არის პირჯვარის გადაწერა, ხო, ხშირ შემთხვევაში. თუმცა მე ვიცი რომ როდესაც შეხვედრა არ არის და უბრალოდ თქვენ ვარჯიშობთ, მაშინაც პირჯვარს იძართ.
აი ხშირად შეიძლება რაღაცამ თავში გაგიაროს და უცებ შუავარჯიშზე პირჯვარი გადაიწერო და შეიძლება მამაოჩვენოს თქვა, იმიტომ რომ აი სიტუაციამ რაღაცა შენ თავში ისე დაგილაგდეს რაღაცა. ეგ არც ერთ თამაშზე არ გავსულა, არც მე პირადად არც გუნდი ისე რომ მამაოჩვენო არ გვეთქვას ერთად და რაღაცა ღმერთისთვის მადლობა არ გვეთქვას და რაღაცა არ გვეთხოვოს. როდის მე თუ ყოლია მამაო, აი ახსარება თუ კი, როგორ არა. ეხლა წყვავს მამაო და ახსარება ჩამევარებია და ვთვლი რომ ესე ძალიან საჭირო პროცესი არის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ გაძლიერებს, გაჯანსაღებს, გასუფთავებს. გიფიქრია იმაზე, რომ როდესაც არ იქნება რაგბი. ხო. რა იქნება შენ ცხოვრებაში? ამ პერიოდში დავიწყე მაგაზე, 29 წლის რო გავხდი, ჯერ კიდე ამჯერა რომ 29 წლის ვარ, რა მალე გადის დრო, რა ძალიან მალე. ეხა ვიყავი 21 და 20 წლის გუშინდელი ვით მახსოვს ნაკრებში რო თავიდან დამიზახეს და უკვე გავიდა რამდენი წელი, 10 წელი გავიდა რა საკავარ. ხო, შეგზნება გაქვს ის რომ გუში. ხო რა, 29 ეხა მაგალითად რომ მოვედი ნაკრებში, დათო კაჭარავა და მალაღურა, ლაშა მალაღურაძე იყვნენ 26 თუ 27 წლისები. ამათ რო უყურებდი, ფიქრობდი რომ მეთქი ესენი ხა უკვე მეთქი რამდენი წელია ესენი ნაკრებში, დააბერნე ფიქრობდი ეს წარმოიდგინე და ეხა დღეს ეხა ორივე ჩემი ძმაკაცები არიან, მაგრამ დღეს ეხა მე უკვე 29 უფროსი ვარ ვიდრე ისინი იყვნენ მაშინ. ანუ ეს ბავშვები ეხა ვისაკ არიან? იგივე ფიქრობენ შენზე. აუ ჩამოწერილია და დაბერდა და დღე-დღეზე წავა და ასე შემდეგ და აი მარაც უკვე გავაანალიზე, ხვდები რომ უკვე ნელ-ნელა დავიწყო ფიქრი კარიერის შემდეგ ამბებზე. თუმცა ფიქრობ, დარწმუნებული ნაფიქრი. თავისთავად ნაფიქრი მაქვს. ხმელი არ ვიქნებია გუეჭველი ვიცი, არ არის ჩემი სფერო. რთულია თუ რატო არ? აი არ არის ჩემი სფერო რა. ვერ ხედავ ჩემთან მწვრთნელად. კი მეუბნებიან რომ კაი მწვრთნელი იქნებიო, მაგრამ მე არ მჯერა რომ კაი მწვრთნელი. თუმცა მწვრთნელი თუ არ იქნები, შესაბამისად აღარ იქნება რაგბი? ხო, ალბათ ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში დაგეგმილი არ მაქვს რომ რაგბში დავრჩები. თუმცა ნუ რაღაც პასუხისმგებლობებს ეხა თუ საჭირო იქნება და ვალი რო დაუბრუნო ესე რომ ვთქვა, ქართული რაგბის სამსახურში რაც შემეძლება, ჯერ კი ადრე არის მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ რაც შემეძლება ყოველთვის უანგაროთ და ესე გავაკეთებ ყოველთვის, მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ნუ რაღაცა უფრო ისეთ გაიხად უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, ცოტა ხნის წინ მაგასაც ლაპარაკობდი ჩემს მოგაცებთან, რომ უნივერსიტეტზე დავამთავრებ, რამე კონკრეტულ მიმართულებას ავირჩევ, განათლებას მივიღებ და მე იქიდან ვნახოთ რა. და საით რა მიმართულებით მიდის? აი უფრო რაღაცა ინდუსტრიული საკითხები მიზიდავს, მშენებლობა, ან ენერგეტიკა, ან რაღაცა აი საგზაო მიმართულებები, მილიონი რაღაცა არის. ასე რომ ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ვარ, რა მომწონს და რა მიმართულება მინდა და რა მაინტერესებს, ვიდრე ალბათ აი 18 წელსაც რომ უნივერსიტეტში ვაბარებდი. გეთანხმები. და მე მჯერა კიდე იმის რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია, ასე რომ რაც არ უნდა. ნიჭიერი რა, მჯერა იმის რომ შრომის მოყვარე ადამიანი ყველაფერში შრომის მოყვარეა და ნებისმიერ ამას მოუნახავს გასაგებს. ნიჭიერის. თუმცა აი მაშინ კარგი კითხვისკენ წავედით. შრომა ნიჭი თუ იღბალი? მაქსამინ ერთი რო ავირჩიო, შრომა ყველა ვარიანტში. თუ არის შრომებ, რაც არ უნდა ტალანტი ქონდეს და რაც არ უნდა, ადრე თუ გვიან ყველაფერი იწურება და რჩება საბოლოო ჯამში შრომა. რამე მოგიპარავს? არა. ბავშვობაში? არა. ნარკოტიკის მიმართ ქონია ინტერესი როდესმე? არა. სტუნების პერიოდია ხოლმე. არა, ასეთ ეტაპზე წარმატებულ ადამიანებში. პირიქით რა ცოტა მედებილება, ეგეთ რაღაცას რო ხედავ. საუკეთესო ლელო შენ ცხოვრებაში რომელი იყო? სამუასთან დადებული 2013 წელს გავიდა მაგის მერე 9 წელი, მაგრამ ნუ ეგ იყო ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანიც და ალბათ ვიზუალურადაც საუკეთესო. და ისე რა გირჩევნია ცხოვრებაში დადო საუკეთესო ლელო წლები რო გავა და წარსულს გაიხსენებ თუ მოედანზე? ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამე არის სავარაუდოდ აი ისტორიაში დარჩები რა, არ ვიცი რა რომელი სახით დარჩები, ცხოვრებაში დადებული ლელოთი თუ უშუალოდ თამაში დადებული ლელოთი, მაგრამ შენ სახელს რო უკვდავ ეგ მაღაზე მაგარი რამე რა უნდა იყოს, არ ვიცი. ეხლა ებზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მაგარი მატჩისთვის მობილიზება და ამიტომ მოგვიწია ქუთაისში ჩამოსვლა და აქ ჩაწერა. მადლობა რომ აქამდე ჩამოხვედით. როგორია შემართება? აუ ფანტასტიკური სასწაული რა, არ ვიცი. ძალიან მაგარი, გადადებული ვაქვს თავები, შრომობ დღე და ღამე, ვემზადებით თელიზალით. ვიცით რომ იტალიას მაგარი გუნდი ყავს, პასუხისმგებლობას გრძნობთ და აი мотиваცია, სიტყვა ჟარგონს ვიღა მუღამი, ინტერესი, აი ყველაფერი არის, აი მეტი რო არ შეიძლება იმ ხელას. ყველაფერი არის ასე რა, აი მონდომების თვალსაზრისით. მართლა აი უსიტყვოდ შემილია თითოეულ ქართველს დავპირდე რომ ჩვენ რაც კი გაგვაჩნია,
ყველაფერს გავიღებთ. აი რესურსი იქნება. არ არსებობს რამე, რასაც მოედანზე არ დავტოვებ და მოსამზადებელ კვირაში და იმედი გვაქვს, მე ღირიბალი ჩვენ მხარეს იქნება, ცოტა მსაჯი, ცოტა ისიც და იქნება გაგვიმართოს. მოუწოდოთ ადამიანებს რომ მოვიდნენ და აუცილებლად ეგ თამაში არ გამოტოვოთ. თუ ბათუმში ვერ ჩამოდიხარ, ტელევიზორთან უყურეთ. და ამ მნიშვნელოვან მატჩში გისურვებთ გამარჯვებას. კაპიტანო, მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ.